მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, დღეს გავაკეთოთ აი ესეთი გემრიელი საჭმელი, ხორცის ბურთულები, ნაღების კრემით და სოკოთი. ესე იგი, დაბლენდერეთ ქინძი, აოხრა ხუში, მე ქინძი გამოვიყენე, პატარა კონა ქინძი და ერთი თავი ხახვი. შემდეგ დაასხით პურს რძერო ცოტა დარბილდეს და აი ეს ჩვენი მწვანილი და ხახვი შეურიეთ ფარს. შემდეგ დააყარეთ 150 გრამი გახეხილი მაგარი ყველი და აი ეს ჩვენი დარბილებული პური, რომელიც ჩავალბეთ რძეში. შემდეგ ერთი ცალი კვერცხი, ხორცი ჩემი იყო, ჩემო კარგებო, 550 გრამი, არა 540 გრამი იყო. შემდეგ დაუმატოთ მარილი და პიმპილი და ორი ჩაის კოვზი ზეთი. შემდეგ გადავზილეთ ეს ყველაფერი, შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, ამოავლეთ ფქვილში, აი როგორც ხედავთ ვიდეოში და ჩვეულებრივ ფქვილში და შემდეგ შეწვით ეს ბურთები ზეთში, ყველა მხრიდან რომ კარგად დაიბრაწოს. მიიღოს აი ეს ოქროსფერი ფერი. ხედავთ კიდევაც ვიდეოში თქვენ ჩემო კარგებო. შემდეგ მე მართალი გითხრათ, აი ზეთი გადავაქციე პირველი, იმიტომ რომ იყო ფქვილიანი და ცოტა შავი იყო და ამიტომ დავამატე ტაფას ახალი ზეთი. შემდეგ დავჭერი ნახევარი თავი ხახვი წყვილად, მოვშურშე ქამა სოკოსთან ერთად. სოკო იყო სადღაც 100-150 გრამი. აი ესე მოვშურშეთ, ამასაც დაუმატეთ მარილი და პიმპილი ჩემო ლამაზებო. აი რომ დაიბრაწოს ცოტა ჩვენი სოკო. გალინა ბლანკას ერთი ცალი კუბიკი დაასხით ცხელი წყალი, ერთი ჭიქა ცხელი წყალი და შემდეგ აი ეს სუპი, როგორ გითხრათ, სუპის მასალა, ეს გალინა ბლანკას მასალა ჩაასხით აი ამ ჩვენ ბურთულებში და გამოვიყენე მე 200 გრამიანი შეკვრა არის აი ეს ნაღები, ესეც ჩავასხით ჩვენ ბურთულებში და ვაცადე სადღაც 2-3 წუთი, რომ ცოტა გასქელებული იყო. შემდეგ მოვხარშე ცალკე ქვაბში ძვირფასებო პაპარდელები, აი ესეთი ბრტყელი და გრძელი მაკარონი. იყიდება მე მგონი საქართველოშიც იტალიური აი ესეთი გრძელები და აი ეს соуსი და ჩვენი ბურთულებიანი მასა მოვასხი აი ამ ჩვენ მაკარონს. არის უგემრიელესი, ნამდვილად აი როგორ გითხრათ, პირში დნება აი ეს ჩვენი ხორციანი ბურთულები. გააკეთეთ, არინანებთ. მე კიდე შემდეგ გემრიელობა ვიდეომდე გავშვიდობებით.